მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. რუს და ქართულ ხალხს შორის დიალოგის შექმნის და სახალხო დიპლომატიის განვითარების მიზნით პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ძალისხმევას განაგრძობს. ამჯერად მორიგის საქველმოქმედო ჰუმანიტარული სახის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ფიფია. მოდით ვნახოთ ჩვენი ჟურნალისტების მიერ ამ საკითხზე მომზადებული სიუჟეტი, ხოლო შემდეგ უკვე გადაცემის სტუმართან ერთად დაუბრუნდებით თემებზე სასაუბრად. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია 5 იანვარს საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის ჩემი ოცნება და გზა მისკენ ფარგლებში მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკს ეწვია, სადაც ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დახმარება ჩაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტი. მამუკა ფიფია ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს რეგულარულად ეხმარება და ამ მიზნით ყოველწლიურად ეწევა ქველმოქმედებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ კურსკის ოლქში ფრონტის წინა ხაზზე მან საახალწლო საჩუქრები იქაურ ბავშვებსაც ჩაუტანა. გამარჯობა, მივესალმები ყველას ამ ულამაზეს გმირულ ქალაქ პოდოლსკში. ძალიან ამაღელვებელია ამ ქალაქში ყოფნა, იუნკერების ქალაქში, მაგრამ იცით, დეიდა გალიასთან ყველაფერი შესაძლებელია. მიუხედავად ყველა სირთულისა, თქვენ მაინც ატარებთ ამ ღონისძიებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის შეწევნით შეძლებთ გააგრძელოთ თქვენი საქმე. მე და ტიმურმა დავიწყეთ კობზონის დროს და არ გამოვტოვეთ არც ერთი საქველმოქმედო ღონისძიება. მე და ტიმური აგვისტოში თავდასხმის დროს წავედით კურსკში და 27 დეკემბერსაც საახალწლოდ ჩავედით საჩუქრებით ბავშვებისთვის. ბავშვებო, პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას, რომ რუსეთში მშვიდობა იყოს და რუსეთი აყვავდეს. ჯერა რომ რუსეთი აყვავდება, ჯერა რუსეთის. მადლობა ტიმურ, დიდი მადლობა თელ ოჯახს. მე ჩემი ოჯახი და ჩვენი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ვიქნებით იქ, სადაც რუს ხალხს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გმადლობთ. მადლობა მამუკა. მამუკა ძალიან დიდი ხანია გვეხმარება და ჩვენი აქცია არის ის, სადაც ყველა შეუძლია გული და სული ჩაგდეს. მადლობელი ვარ მამუკასი და მისი ოჯახის. მამუკა ყოველთვის გამოგვეხმაურება, რაც არ უნდა გართულდეს ცხოვრება და რა მძიმე მდგომარეობაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ის ჩვენთანაა, რათა ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი. პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ახლო მომავალში მამუკა ფიფიას უშუალო ინიციატივითა და ჩართულობით საქართველოშიც განხორციელდება. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ მამუკა ფიფიას იმ აქციისთვის, რომელსაც იგი თავისი ახლობლები ბატონ იოსებ დავითიძე კაბზონთან ერთად უკვე მრავალი წელი ახორციელებენ ბავშვები ინვალიდი და ობოლი ბავშვების მიმართ. ეს არ არის მისი პირველი აქცია, უკვე მრავალი წელია იგი ეხმარება ბავშვებს, ეხმარება შეჭირვებულებს. მან ასევე განახორციელა, როგორც მოგეხსენებათ, ჰუმანიტარული აქცია ორჯერ უკვე კურსკის ოლქში და ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი მამუკას ხელმძღვანელობით, მისი თამადობით და მისი მოწოდებით როგორც ქართველი, ასევე რუსი ბიზნესმენები იქნებიან ავანგარდში იმ ახალი ინიციატივებისა, რომელიც განხორციელდება საქართველოში მსგავსი კატეგორიის ბავშვების, ახალგაზრდების და ოჯახების მიმართ. მე და კიდევ ერთხელ მიულოცო მას მშობა ახალი წელი, მიულოცო მთელ საქართველოს და გამოვთქვა იმედი, რომ ეს სასიკეთო ტრადიცია გაგრძელდება და ჩვენ საქართველოში ვიხილავთ მრავალ მსგავს ღონისძიებას. პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირემაძე კი ამბობს, რომ პარტიის საერთაშორისო მდივნის მიერ გაწეული ქველმოქმედება სასიკეთოდ წაადგება და დადებით გავლენას იქონიებს როგორც ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესების, ასევე ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის კუთხით. ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანი ბატონი მამუკა ფიფია რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა რუსეთში, ქალაქ პოდოლსკში. ობოლ ბავშვებს გადასცა საახალწლო საჩუქრები. მოგეხსენებათ, ბატონი მამუკა ფიფია ბოლო რამდენიმე წელი არის დაკავებული არის საქველმოქმედო აქციებით და ზუსტად აი ეს საქველმოქმედო აქციები დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, რუსეთი და საქართველო შორის მოხდეს დაახლოება, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და იმედია, რომ ეს მიგვიყვანს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი ქართველი ხალხისა და პარტიის სახელით რუსეთში ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს. მამუკა ფიფია კურსკში, რომელიც ამჟამად ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია, ჰუმანიტარული მისიით უკვე ორჯერ იმყოფებოდა. ბრუნდებით ეთერში გადაცემაში სასაუბროდ შემოგვიერთდება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პროფესორი ქალბატონი თამარ კიკნაძე. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი აი ამ უშუალოდ ამ ღონისძიებითაც და ზოგადად ამ ტიპის ღონისძიებებით, როგორც მოვისმინეთ ასევე ინფორმაცია, ეს ყველაფერი არის მიმართული ხალხთა შორის დიალოგის გაღრმავებისკენ, სახალხო დიპლომატიის პროცესის განვითარებისკენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა ველოდოთ პოზიტიურ შედეგებს ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან, რომელსაც უკვე აქვს რეგულარული სახე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ნება მიბოძეთ აი ამ სამწუხარო ამბით დავიწყო და მიუსამძიმრო დაღუპული ბავშვების ოჯახს ის დიდი ტრაგედია და ღმერთმა გვაშოროს მსგავსი ტრაგედიები, როგორც ჩვენ ასევე ყველა ოჯახს უსურვებ, რომ ნამდვილად დღეს გლოვის დღეა ოფიციალურად საქართველოშიც და უერთდებით ბუნებრივია აი ამ სამძიმარს ჩვენც. ეხლა რაც შეეხება აი ამ სიუჟეტს, რაც ვნახეთ, ხომ? ეხლა ორ სახელმწიფოს შორის რომ უნდა აღდგეს ურთიერთობები, ამაში ორი აზრი არ არსებობს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან მძიმე პერიოდი იყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ადამიანებს შორის არ შეწყვეტილა ეს ურთიერთობები და ძალიან ხშირი იყო, როდესაც ერთმანეთს ეხმარებოდნენ. აი განსაკუთრებით იყო პერიოდი, როდესაც გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდიოდა რუსეთის ფედერაციიდან, ხო? და რომელმაც ბევრი ოჯახი იხსნა აი ამ მძიმე მდგომარეობაში შიმშილისგან და დიდი გაჭირვებისაგან. გარდა ამისა, სამწუხაროდ იცით, საქართველოში ისე განვითარდა მოვლენები, რომ საქართველოში პოლიტიკური გავლენა იყო დასავლეთის, ხოლო ეკონომიკური გავლენა იყო რუსეთის. ანუ ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ყოველთვის იყო რუსეთი. და მინდა აი ამ ოპოზიციური ძალების განცხადებებს გამოვეხმაურო, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ასე იგი შევერთებოდით ამ სანქციებს და ესე იგი განგვეხორციელებინა მთელი რიგი მინდა აღვნიშნო საქართველოსთვის ძალიან დამანგრეველი ჩვენი ეკონომიკისთვის. ფაქტობრივად ეს იყო ხარაკირის ტოლფასი ქმედება, ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც გვთავაზობდა ჩვენი ოპოზიცია. ნებისმიერ პოზიტიურ ესე იგი ქმედებას ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში მე მივესალმები. საქმე მიდის ისე, რომ ალბათ შორს არ არის ის პერიოდი, როდესაც აღდგება ეს დიპლომატიური ურთიერთობები, გაცილებით უფრო უკეთესი ურთიერთობები იქნება რუსეთ-საქართველოს შორის. მთავარია, რომ აი ეს ურთიერთობები წაადგეს საქართველოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და რაღაცა ამის ტენდენციები იკვეთება. იმიტომ რომ ის დღის წესრიგი, რასაც ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია გვთავაზობს, ეს დესტრუქციული ქმედებები საქართველოს ნამდვილად არ წაადგება. ასე რომ აი ოპტიმისტურად უყურებ. ალბათ განსაკუთრებით აი ხა ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რაღაც ალტერნატივების ძიება საქართველოსთვისაც, ქართული სახელმწიფოსთვისაც. ეს ბუნებრივია ვერ იქნება და ვერ დარჩება მხოლოდ ერთი პარტიის ინიციატივის დონეზე, როგორც ასეთი, ხო? მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის არასახელისუფლო, არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებზე. თუმცა ეს სახალხო დიპლომატიის განვითარება ალბათ მართლაც ქმნის საჭირო ნიადაგს, რომელიც დღეს
დღეს ალბათ ყველაზე მეტად ჭირდება ამ სახელმწიფოს, მით უმეტეს თუ გადავხედავთ იმ განცხადებებს, იმ ტენდენციებს, რაც მოდის ჩვენი აქამდე უალტერნატივო პარტნიორისგან, დასავლეთისგან. მაგალითად, როგორც გახდა ცნობილი, იგეგმება შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს საქართველოში არჩევნების ჩატარება, დარღვევები და ამ მხრივ საბოლოო დასკვნა თითქოს ჯერ კიდევ არის წინ. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი იმ პროექტის განხორციელება, რასაც უკვე აშკარად ხედავთ, საქართველოს იზოლაცია, საერთაშორისო იზოლაცია, საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის კუთხით პრობლემების შექმნა და ჩვენ ნახეთ ხო, რომ მათ შორის ეუთოს პრეზიდენტმა გადადო ვიზიტი, როგორც ჩანს, აი ეს ზეწოლა მაინც თავის მიზნებს აღწევს. ხო, რა არის, იცით, აი ძალიან შემოვიდა ჩვენ ხმარებაში, საყოველთაო ესეთ მიმოქცევაში სიტყვა ბულინგი, ხო? და ეს ძალიან აქტუალურია ეს სიტყვა, იმიტომ რომ ნებისმიერი თქვათ აზრი, განცხადება და ასე შემდეგ, რომელიც რუსეთს ეხება არა, ის ადამიანი შემდეგ არის ბულინგის მსხვერპლი. გარდა მაგისა, ნახეთ რა მოხდა რუსეთის დემონიზება და იქამდეც კი მივედით, რომ ესე იგი ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, არა, სიტყვა რუსეთის ხსენებაზე უკვე ნეგატიურ ელფერს იძენს. ნუ ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, ეხლა ჩვეულებრივი ადამიანები ამას ვერ გძნობენ. მაგრამ ეხლა მე პოლიტოლოგი გახლავართ და ეს პოლიტექნოლოგიები ძალიან კარგად ვიცი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაიძლიოს და მოხდეს გარდატეხა აი ასეთი ვითარებისა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გვაწყობს რუსებთან ურთიერთობა, არავითარი პრაგმატიზმი აქ არ არის, ხო? მუშაობს პერცეფციის კანონი და ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ერიდებიან ამის საჯაროდ დაფიქსირებას. ეხლა მე მაგალითად არასოდეს არ ვერიდებოდი, იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ რუსეთი არის შენი მეზობელი ქვეყანა, გინდა თუ არ გინდა, მასთან უნდა იყო კარგად და ის რაც თქვა 70 წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული და უპირველეს ყოვლისა საქართველოს გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ და როდესაც შენ მიდიხარ აი ამ შენი გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ, არა, კარგად არ მთავრდება ეს ყველაფერი და იგივე 2008 წლის ომი და მთელი რიგი მოვლენები, პროცესები პოლიტიკური, ამის ძალიან კარგი დასტურია, მაგრამ საბედნიეროდ მსოფლიოში ახლა ახალი წესრიგის ფორმირების პროცესია, აგერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა ტრამპმა, რომელიც გაცილებით უფრო პრაგმატულია, ამავდროულად ის ფიქრობს ამერიკის დიდების აღდგენაზე და ის დღის წესრიგი, რომელიც დღეს არის მოცემული, ძალიან ხელსაყრელია საქართველოსთვისაც, ხო? შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ელოდება 20 იანვარს. ამავდროულად წინა ადმინისტრაცია ბოლო კუდის მოქნევის მიზნით არა ძალიან ბევრ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს. რომლის გამოსწორებაც შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან პოზიტიური ტენდენცია იკვეთება და საქართველოს რეალურად აქვს შანსი, რომ აი ამ ვითარებაში ძალიან ისე ნათლად იზრუნოს თავის ეროვნულ ინტერესებზე და იმოქმედოს არა პერცეფციით გამოწვეული რაღაცა აღქმებით, არამედ იმოქმედოს გამოწვეული საქართველოს ეროვნული ინტერესებით. ის რა მაინტერესებს ქალბატონ თამარ, აი 20 იანვარი ახსენეთ და მოლოდინი 20 იანვართან დაკავშირებით. მე მინდა აი ეს უკვე ჩვენი მაყურებლისთვის და საზოგადოების კარგად ნაცნობი ჯო უილსონი
რომელიც ხშირად აკეთებს ხოლმე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეზეა საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომენტარს. აი დღეს დღევანდელი განცხადება აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებს ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემას არ შეუქმნიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის. მაგრამ ეს საერთოდ არ შესაბამება სიმართლეს. ანუ აქ რაზე საუბრობს ბატონი ჯო უილსონი, რომ საქართველოში ესეთ ახმებს თესავს ხელისუფლებაო, რომ თითქოს ტრამპი რო ყოფილიყო პრეზიდენტი, ის მისცემდა საქართველოს ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნიდა საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობის დროს, თუმცა ეს ასე არ არისო, ტრამპიც შექმნიდა პრობლემებსო. მე ამ შემთხვევაში ჩემი შეკითხვაა, იმაში კი არ მდგომარეობს ტრამპი პრობლემებს შეგვიქმნის თუ არა. ამ განცხადებების საჯაროდ გაკეთება, რამდენად შეიძლება საერთოდ რაიმე სტანდარტს, ვინ ეკითხება თუნდაც ტრამპს, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, სუვერენულ სახელმწიფოს ჩინეთთან ეკნება თუ არა ურთიერთობები, ჩინეთის ხო ოკუპანტი არ არის ამ შემთხვევაში. რუსეთზე გავიგეთ, ეგ არგუმენტი აქვს, მაგრამ რამდენად შეიძლება და ნორმალური სტანდარტი იყოს, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალური პირი თავს უფლებას აძლევს, ესე საჯაროდ თქვას, რომ აი თქვენ ტრამპით შეგიქმნით მაგაში პრობლემებს. რატომ დამკვიდრდა მათ შორის ჩვენი საზოგადოებისთვის ეგ ნორმად, რომ ვიღაცა უცხო ქვეყნიდან თუნდაც ჩვენ არასწორს ვაკეთებდეთ კაცო რაღაცას, ჩვენ ხო უნდა გქონდეს ჩვენი სუვერენული უფლება, რომ თუ მინდა იმ ჩინეთანაც ვიურთიერთო, ირანთანაც. ირანი ამერიკისთვის არის ახლა ეს რაღაც ისლამური სახელმწიფო, 3000 წელია ჩვენი მეზობელია. ისლამისტები კი არა, ზოროასტრები რო იყვნენ, იმ პერიოდიდან გვაქვს ურთიერთობა და რას ნიშნავს ეს, რომ ანუ არ უნდა გავიხედოთ ხო საერთოდ ჩვენი მეზობლებისკენ. ჯერ ესეთი რაც შეეხება ვილსონს, რა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში არსებობს ძალიან ძლიერი ლობირების ინსტიტუტი და ეს ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც ალბათ გარკვეული ანაზღაურების ფასად აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს. გარდა მაგისა, ახლა ამერიკა არის სხვადასხვა რაღაცა იდეური ჯგუფების კლასტერი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ის არის რესპუბლიკელი, არა? ის არ გამოირჩევა მაინდა-მაინც აი ამ ტრადიციული ღირებულებებით და სულაც არ აფიქსირებს ამ ღირებულებებს. ამიტომ არ უნდა აღვიქვათ ის, როგორც რეალური რესპუბლიკელი, რომელიც ემხრობა სწორედ აი ამ ტრადიციულ ღირებულებებს და ესე იგი არის აი ამ ღირებულებების დამკვიდრების მოწმე. ეხლა რაც შეეხება რატო ერევა ის ჩვენ საშინაო საქმეებში. იცით რა არის, როდესაც ჰეგემონი სახელმწიფოა და ბოლო ესე იგი 21 საუკუნეში ამერიკა იყო ერთადერთი სუპერსახელმწიფო და იმ მსოფლიო წესრიგის ფუძემდებელი, რომელიც 22 საუკუნეში ვიხილეთ. და ეს რასთან არის დაკავშირებული? ჰეგემონი სახელმწიფო ქმნის თავისი აი გავლენის დასამკვიდრებლად მთელ რიგ რაღაცა მექანიზმებს, მაგალითად ინსტიტუტებს, რომელიც ახორციელებს აი ამ მისი იდეოლოგიის გავრცელებას, განათლების სისტემაში ძალიან ღრმად არის ეს ყველაფერი შეჭრილი ხომ, იგივე თქვათ მასმედია, ყველა ის გავლენის, სოციალური გავლენის აგენტი, რომელიც ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობაზე. ეხლა ამერიკა ძალიან შორს არის ხო ჩვენგან, იქითა ნახევარსფეროშია, მაგრამ აი საქართველო გეოპოლიტიკურად არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ეხლა 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რა იდეოლოგია. ის იდეოლოგია, რომ დასავლეთი არის კარგი და ყველაფერი საუკეთესო მოდის დასავლეთიდან, ხოლო აღმოსავლეთი არის ცუდი. ამიტომ ჩვენ აი ეს ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნების ღირებულებები არა იქცა რაღაცა მაჩვენებლად იმისთვის, რომ ქვეყანა არის დემოკრატიული თუ არა დემოკრატიული. ანუ ლეგიტიმაციის წყაროც მოდიოდა დასავლეთიდან და არა ქართული ხალხისგან მაგალითად. კი ბატონო, არა აი მე მახსენდება სხვათა შორის ფოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, რომ ამბობდა ესეთ აზრს ატარებდა, ხა შეიძლება ციტირებაში შემეშავს, მაგრამ აზრი ესეთი იყო, რომ სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობენ ქართველები მის მეუღლეზე. ბოკერიაზე, ხო, გიგა ბოკერიაზე. მნიშვნელოვანი პატრონები რას ფიქრობენ? თავარია ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მას აღიქვავენ აი ისეთ პოლიტიკოსად,
რაც მას სჭირდება. ამიტომ მეორე ხარისხოვანი არის, რომ თქვათ, რას ფიქრობს მის შესახებ საქართველოს მოსახლეობა. და ჩვენ ძალიან კარგად ვიხილეთ 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, რომ ეს ელიტა ფაქტობრივად დაკომპლექტებული იყო ქვეყნის გარედან და ვინ იყვნენ ძირითადად ამ ელიტის წარმომადგენლები? ყოფილი NGO-შნიკები, ეგრეთ წოდებული, ხო? ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უხვად ფინანსდებოდნენ დასავლეთიდან და იყვნენ მათი ინტერესების გამტარი და ესე იგი დამამკვიდრებელი ორგანიზაციები. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 30 წლის განმავლობაში არა აღიზარდა მთელი თაობა, რამდენიმე თაობა და სხვათა შორის ამ პროპაგანდამ ძალიან დიდი ზემოქმედება მოახდინა უფროსი ასაკის თაობის წარმომადგენლებზე და ნახეთ დღევანდელი ომები ხო კოგნიტურ დონეზე გადის, ხო? და აღიზარდა მთელი პლიადა ამ ახალგაზრდებისა და ამ ძველგაზრდებსაც ტვინი გადაუბრუნდათ. ეგ უფრო მიკვირს ხოლმე, ხო, როცა გამოცდილება გააქვს ადამიანთან წარსულში, ხა, ხო იგივე ხდება, რაც წარსულში გავლილი გვაქვს უკვე არაერთხელ და რანაირად შეიძლება რომ აი, ვისაც არ უნახავს გავიგე, მაგრამ ვისაც უნახავს ეგ ყველაფერი. ახსნა აბსოლუტურად ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია, რის შედეგადაც მივიღეთ ის სურათი, რა სურათიც დღეს არის. ხო, აი, ჩემთან მაგალითად რომ მოდიოდა სტუდენტი რა იყო მისი ძირითადი мотиваცია, რომ მიიღო რაღაცა გრანტი, მოეხერხებინა საზღვარგარეთ წასვლა და შემდეგ იქ დარჩენა. და ეს ხო არის ტრაგედია ქვეყნისთვის. ხო არ შეიძლება რომ თავი გამოუტენო ამ ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგი არის დასავლეთში და საქართველოში არაფერი არ ვარგა. ეხლა თქვენ რომ ნახოთ როგორ ხდება ამ სამშობლოს სიყვარულის აი იდეის და აზრის გაღვივება იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, არა, იმასთან შედარებით მე კიდე მიკვირს ეს ქვეყანა როგორ არსებობს, ხო? თუმცა ეს ძალიან კარგად აისახება იმ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ესე იგი თვითმფრინავი, რომელიც იგივე ევროპაში ან ამერიკაში მიდის, სავსე არის ქართველებით, მაგრამ უკანრო ბრუნდები, არა? ეს სამწუხარო რეალობაა. ხო, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ამიტომ მე ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ კიდევ უფრო ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა არის ამისთვის საჭირო, იმიტომ რომ ფაქტობრივად შექმნილი არის კატასტროფული სიტუაცია. სხვათა შორის ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად ახსნა, იგივე განათლების სისტემა, ხო? მაგალითად აკრედიტაცია რომ უნდა მიიღო შენ სპეციალური ორგანო სააკრედიტაციო საბჭო, შენ აი ამ დასავლელი პარტნიორების ზემოქმედებით, ხო, გიწესებს გარკვეულ რაღაცა წესებს. და აი უკვე იმ წესებს შენ რო იცავ, არა, აი ის მომენტები, რაზეც მე ვლაპარაკობ, არა, იქ არის ჩადებული. ამიტომ ახლა ანუ ისინი განსაზღვრავენ რეალურად ვის ექნება საქართველოში განათლების სფეროში მუშაობის შესაძლებლობა და ვის არ ექნება. მარტო განათლების პროგრამები, ხო? როგორი პროგრამა, თქვათ. ესე იგი რა საგნები უნდა, ანუ ის კურიკულუმი, რა არის კურიკულუმი, საგნების ჩამონათვალი, ხო? და სახეზე არის განათლების ძალიან დაბალი დონე. ეხლა მე მუშაობ უნივერსიტეტებში და ვიცი ამ მხრივ რა სიტუაცია. და აი შენ ადგილზე ძალიანაც რო გინდოდეს, ნუ ცალკეული რაღაცა პროფესორები ახერხებენ კიდე ამ ვითარებაში რაღაც ისეთ ნიველირებას რა ზოგიერთი თვით ინიციატივით ამ შემთხვევაში და საკუთარი ინიციატივით, მაგრამ მთლიანად სისტემა აი არის ესეთი შექმნილი. ხა პრემიერმა დაანონსა, რომ ახალი წლის შემდეგ ალბათ იქნება აი ამ რაღაცა პროგრამების და აი ამ სიტუაციის გადახედვა და ეს ძალიან დიდი პოზიტივი იქნება ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნახეთ ახლა ვინ დგას, ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობა, იგივე ვთქვათ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აბსოლუტურად არარაციონალურად უყურებენ ამ ყველაფერს და მე ისიც მინდა უთხრა ამ ხელისუფლებას, რომ
აი ამ შემოქმედებით ნაწილთან საქართველოს არის ძალიან სერიოზული მუშაობა საჭირო. არ შეიძლება მათი მიშვება ესე. და აი პატრიარქმა არაჩვეულებრივად იქადაგა, ვინ არიან ეს ადამიანები, რომელიც გამოდიან თავისი პირადი ინტერესებიდან, ხო? და ეს სამშობლოს სიყვარული, მათ ერთი ამბობს, რომ მეო პარიზში მინდა ყავის დალებაო და რომელიღაც რუსულ ქალაქს ჩელიაბინსკს რომელიღაცას და არა იქო, ხო? კი, და ძაღლს არ ერქმევა საბაკა და ხო, ნუ რაღაცა უკვე აბსურდია. კი, ისინი ფიქრობენ, რომ მათგან იწყება საერთოდ სამყარო. მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ამ პროდასავლელების ყველას არ ვეხები, იმიტომ რომ გასაგებია იქა ძალიან ჭრელია საზოგადოება, ზოგს ეს აზრი აქვს, ზოგს ის აზრი, მაგრამ საბოლოოდ ის მომენტი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდეს, მათ იმიტომ კი არ უნდათ, რომ გონიათ, რომ აქ საქართველოში ამით რამე შეიცვლება უკეთესობისკენ. მაშინ ამაზე ექნებოდა დისკუსია. მათთვის ეს არის ვიზა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომ თავისუფლად წავიდნენ, იქ გადასახლდნენ, იქ გაიწყონ თავისი ცხოვრება და აქ თუ გინდა ქვაქვაზე ნუ დარჩენილა. დაახლოებით აი სამწუხაროდ მეწვევა მაგას. შედეგია იმ 30 წელზე მეტი ხნის თქვათ ჩვენი ცხოვრებისა, სადაც ისეთი ღირებულებები ინერგებოდა, რაზეც მე ვლაპარაკობ, ხო? იმიტომ რომ იდეის გარეშე ეს კონსუმერიზმი, ხო? ნახეთ როგორი ახალგაზრდები თავისუფლების ცნება აყავთ მათ ძალიან მაღალ რეგისტრში, მაგრამ ნახეთ ამ თავისუფლებას ძალიან ნეგატიური დატვირთვა აქვს. არ შეიძლება თავისუფლება იყოს თქვათ აღვირახსნილი სექსი, ნარკოტიკების მოხმარება, არაფრის კეთება. გარდა ზუსტად ამ ინტერპრეტაციით ესმით ამათ. ამათ ეს ამ ინტერპრეტაციით რაც ადამიანის დეგრადაციას იწვევს, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანი რაღაცა დისციპლინას უნდა ექვემდებარებოდეს. ხა შემთხვევით ხო არ არის ის ათიმცნება, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად. მაგრამ ის რა დღის წესრიგსაც ესენი გვთავაზობენ, ეს არის ადამიანის ენიმალიზაცია. ამიტომ ძალიან სერიოზული იდეოლოგიური მუშაობა არის მათთან საჭირო. გარდა მაგისა, აი ეს შემოქმედებითი ელიტა, ხო? შემოქმედებითი ელიტა, აი ამასინათ რაღაცა წიგნი დავწერეთ მე და ჩემმა კოლეგამ და ის რაც საქართველოში ხდება, ეს არის პირდაპირი ნიშნები, ესე იგი მზვერავი სახელმწიფოს აქ განხორციელებული ქმედების. აი ერთი ერთთან. კერძოდ აი მაგალითად საინტერესოა. ნუ ნახეთ, ესე იგი ინსტიტუციებში ადამიანების სამხედრო დახმარება, ხო? ადამიანების გაწვრთნა, ვთქვათ, მოკავშირე ქვეყნის რიგებში, ხო? პოტენციურად ის ჯარით შენი არ არის. ანუ სხვა. იგივე განათლების სისტემაში არსებული სიტუაციით და ეს ყველაფერი ისე შორს არის წასული, რომ კოგნიტურ დონეზე ხდება. ესე იგი რა მაქვს მხედველობაში? ეს ადამიანები ამას აკეთებენ თავისი ნებით, ისე რომ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ თავის ქვეყანას, ესე იგი ძალიან ცუდს უკეთებენ. ზომბირებას რასაც ვეძახით ხოლმე ადამიანის ეს არის, ხო ალბათ? ხო, ზომბირება, იმ ტაბულა რასაზე რაღაცა სასურველი, ვთქვათ, უცხო ქვეყნებისთვის სასურველი რაღაც იდეოლოგიის ღირებულებების ჩანერგვა, ხო? და იმასაც ვერ აცნობიერებენ, რა შედეგები შეიძლება ამან მოუტანოს საქართველოს. რატო? იმიტომ რომ თვითონ აი საქართველოს როგორც სამშობლოს ცნება ძალიან ნაკლებად აღარ არსებობს. ხო, ერთი ახალგაზრდა მე რო ვეუბნეოდი რაღაცა დიახო, მე მინდაო რომ ამერიკელების მონა ვიყო და ამას ნებაყოფლობით ვაკეთებ. აი აქამდე ვართ მისული. ხო, არა საოცრებაა, მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი არ ფაგეონებით, აი ამათი ოცნები მე მომისმენე რეალურად განიხილავდნენ ისინი, რომ ომი გამოუცხადოთ ამერიკასო და მე დავნებდეთო და მიგვიღებენ თავისი იმათი შტატი გახდებით და აი ამ დონემდე ესმით, მაგათ პოლიტიკური პროცესი, სახელმწიფოებრივი პროცესის და ყველაფერი. გარდა ამისა, არ შეიძლება განათლების ესე მიშვება. იმიტომ რომ მალე მე ვამბობ ხოლმე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა მოგვიწევს მეთქი. იმიტომ რომ აი ამ საკითხზე მინდოდა სხვათა შორის მეკითხა, ერთი არის აი იდეოლოგიზირება, ეს იდეოლოგიური ინდოქტრინაცია ახალგაზრდების და ამის შედეგს ვხედავთ, მაგრამ აი განათლების სისტემაზე ეს აქვს ამ ყველაფერს მახინჯი მხარე. პოზიტივი ის მაინც თუ არის, რომ აი თავის საგანში მაინც იღებს და აძლევს ეს განათლების სისტემა ახალგაზრდებს, მაგალითად ეხლა შეიძლება კაი პოლიტიკა
არის მოდეს იდეოლოგიზირებული იყოს ეს რაღაც ის ლიბერალური ფასეულობები ჩაუნერგო, მაგრამ იყოს ამავდროულად კარგი ფიზიკოსად იზრდებოდეს პირობითად. აი ამ ხრივ როგორ გვაქვს საქმე, განათლების ზოგადი ხარისხი გარდა იდეოლოგიური ნაწილისა როგორი არის? არა, ჯერ ერთი არსებობს პირდაპირ და არაპირდაპირი სოციალიზაცია. სოციალიზაცია რა არის? როდესაც ადამიანი რაღაც ღირებულებებს იღებს, ხო და ეს ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეხლა იგივე ფიზიკოსი რო ხარ, არა, გინდა არ გინდა, რაღაც ზოგადი განათლება მაინც არის საჭირო. ანუ შენ შეიძლება პირდაპირ თქვათ არიღებ ამ პოლიტოლოგიის ან საერთაშორისო ურთიერთობების ასე სოციოლოგიის და ასე შემდეგ სპეციალობას, მაგრამ შენ ხარ იმ გარემოში და არაპირდაპირი სოციალიზაციის გზით შენ გიყალიბდება ის ღირებულებები, რაც უნდათ მათ. ხო, ასე რომ ხარი ხართან რო დააბაო, ეგ ვარი ნებისმიერ სიტუაციაში არა, ესე იგი ეს სისტემური ცვლილება არის განსახორციელებელი თუ გინდა რომ რაღაცა შედეგს მიაღწიო. ამიტომ ეს ძალიან ღრმა ანალიზის საფუძველი უნდა იყოს და შესაბამისად ძალიან სერიოზული ზომები არის გასატარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, რომელიც დგანან ახლა რუსთაველზე და აპროტესტებენ. აბსოლუტურად, ესე იგი, სხვანაირი აღქმა აქვს ყველაფრის. აბსოლუტურად და ხანდახან გძნობ, რომ აი მათთან ლაპარაკს არავითარი აზრი არ აქვს. გეთანხმებით, ჩემთვის აი ტრაგედია არის მაგალითად ისიც, მათ შორის რომ მეც რა თქმა უნდა სხვა ახლობლები, ვინც ბაქშუაზეა, იქ დგას, აი რომ ქონია საუბარი, როგორო ესო დიდი ბედნიერება არ არისო, რომ შენ რა გონია ოპოზიცია გვიყვარსო ჩვენ, ოპოზიციასაც ვაგინებთო იქო და აი ყველას რო აგინებსო ქართველი ხალხი ოპოზიციასაც მთავრობა. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ტრაგედია სახელმწიფოსთვის, რომ პოლიტიკური კლასი არის იმდენად გაკოტრებული, რომ თავარ პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური კლასი ფაქტობრივად ვერ მონაწილეობს საჯაროდ ყოველ შემთხვევაში. მათთვის ეს მისაღებია, ეს პოზიტივია. მე რო ეკითხები, რომ კარგი ამ მთავრობას ჩამოაგდებ, მაგრამ ის ოპოზიციას რო არ მოგწონს, ვინ მოდის მაშინ ხელისუფლებაში? ვიღაც ერთი სახელები და გვარებით ხო მოდიან ადამიანები? ლაზარი გრიგორიადისი ხო არ მოდის? უნდა მოვიდეს ბოკერია, უნდა მოვიდეს გვარამია, უნდა მაგაზე არც ფიქრობენ, ეს მათთვის არ არის თითქოს საინტერესო. მე ეგ კი არ მინდა, მე მაგათ კი არ უჭერ მხარს, მაგრამ მაგათ საქმეს ვაკეთებ. აი, რამდენად არ მესმის ხოლმე, ჩემთვისაც რთულია მათი პოზიციების გაგება. ოპოზიცია არ არსებობს როგორც ასეთი, ხო? ეს არის მეხუთე კოლონია, აგენტურა პირდაპირ. ჩვეულებრივი. ამას არც მალავენ ისინი, ეს ძალიან თვალსაჩინოა ეს ყველაფერი. ანუ ოპოზიცია, რომელიც უნდა ოპოზიციაში ედგას ხელისუფლებას და ის აკონტროლოს, კი არ აკონტროლებს, არამედ მოუწოდებს დესტრუქციული ქმედებებისაგან. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ის არ არსებობს. ეხლა გარდა მაგისა, აი ამ ლიბერალური ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ღირებულებების შედეგად, დამკვიდრების შედეგად, ხო? მივიღეთ რა? დღეს პოლიტიკოსები ხალხს არ უყვარს. რატო? იმიტომ რომ ჯერსეთ საქართველოში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ავტორიტეტები ჩაერეცხათ. იგივე საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები დღეს, როდესაც საქართველოში უფროსი თაობის ადამიანები ხანში შესული ადამიანებს ჭკუას ეკითხებოდნენ, დღეს ხდება მათი, ესე იგი, სასაცილოდ აგდება, ხო, რომ ისინი რეტროგრადები არიან, რომ ვერ ერკვევიან ამ სიტუაციებში. ეს ხო მიზანმიმართული პროცესია, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც გამოცდილები არიან და შეიძლება რაღაც საღი აზრი ქონდეთ და აი ამ რეტროსპექტივას ფლობენ ამ ისტორიულ გამოცდილებას, არა ისინი უნდა ჩარეცხო. შემთხვევით ხო არ იყო, რომ მიშა რომ მოვიდა 40 წლის ზემოთ პოლიტიკაში, არავინ არ დაუშვა. იშვიათი გამონაკლისის გარდა თუ გადაკლული თავისიანი არ იყო. ნუ გიგი წერეთელი და ეგეთები სულ იყო. რამდენი ყველა ასაკში არის. მაგრამ ეს არის ახლა ლექციას ვერ წავიკითხავ, ეს მთელი ტექნოლოგიები არის ამისი და თუ ახლა ვინმეს განსაკუთრებულად ამაზე აინტერესებს ეს ეკიპის ჯერლობა, მე მზად ვარ რომ კი ბატონო, შეგვიძლია ცალკე ფორმატის კი დავთმოთ, იმიტომ რომ მართლა
ახლა არის ეგ საინტერესო თემა, როგორ მიიყვანეს საზოგადოება, ქართული საზოგადოება. ეს არის მთელი მექანიზმი. მდგომარეობამდე, რომ ღიად გარედან ქვეყნის დამხობს, ანუ რა არის ის ამის ახსნაც მიჭირს ხოლმე, რომ ეს მთავრობა შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეს, შეიძლება დასამხობადაც თვლიდეთ, რომ კაი დასამხობია, მაგრამ ეგ თუ არის გასაკეთებელი, ეგ ხო ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუ არის გასაკეთებელი და ეხა გარედან რო ამხობენ ამ მთავრობას, როგორ უნდა იყოს მდგომარეობამდე, რომ მაგას უჭერდე ადამიანი მხარს, რომ გარედან რო ხდება ეს ყველაფერი, ჩემთვის ცოტა გაუგებარი არის მართლა და ჯერ ეს ერთი საქართველოში ესე იგი გამსახურდიას მთავრობის დამხობამ რა შედეგები მოიტანა, დღესაც ვიმკითხო ამ ყველაფერს. და რევოლუცია რო არასოდეს კარგი არ არის და ამით ვინ სარგებლობს, ესეც საყოველთაოდ არის აღიარებული. და იქამდეც მივიდნენ, რომ ომსაც კი არ ერიდებიან და ლაპარაკობენ, რომ თავისუფლებასო ომი სჭირდებაო და ომი რო დაიწყოს, ღმერთმა დაგვიფაროს, პირველები თვითონ გაიქცევიან და შეგვატოვებენ ჩვენ. და იქიდან დაგმობენ მე იქ ვიღაცის აქ აგრესიას. ანუ აი ეხლა თქვენ კომისიაზე ლაპარაკობდით, ხო? კი ბატონო. შექმნაზე არის ლაპარაკი და პირველ სესიაზე ესე იგი იქნება ამ კომისიის შემადგენლობის განხილვა. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყველაფერს უნდა თავისი სახელი დაერქვას და ის, რასაც ისინი აკეთებენ, არა პირდაპირ ქვეყნის ღალატია. ამიტომ უნდა მოხდეს მათი ლუსტრირება. და ის ბევრი ფაქტი, რაც ჩვენთვის უცნობია 2008 წლის ომის დროს, ხო? ისიც უნდა გამომზეურდეს, რომ ადამიანებმა იხილონ თუ რასთან გვაქვს საქმე და აი მე არ ვიცი ახლა ესეთი დონით ქვეყნის ღალატი, როდესაც ევროპულ და ამერიკულ სტრუქტურებს წერენ, რომ იქ არ მიიღონ, აქ არ მიიღონ, სანქციები საკუთარ ქვეყანას დაუწესონ. წარმოგიდგენიათ, ნეტა რომელიმე ქვეყანაში ანალოგიური ხდება. ზუსტად ამას გულისხმობდი, რომ ამ მდგომარეობამდე როგორ მივიდა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი თან უჭერს მე მაგ ყველაფერს, ხო მხარს ეს. ხო, იმდენად ესე იგი გამდა ის აგრესია, რაც ესეც ტექნოლოგიის შედეგია, როდესაც საზოგადოება არის გახლეჩილი და ერთ ოჯახში ერთი მხარეს არის, მეორე მხარეს, ხო? ესეც ძალიან კარგად არის გათვლილი. და აი ჩვენ ქართველები ცოტა ტაშფანდურა ხალხი ვართ და სერიოზულად არ ვაკვირდებით ხოლმე იმ პროცესებს, რასაც აქვს ადგილი. იცით ერთი, აი მაგალითს მოგიყვანთ ერთ ჩამოსული იყო ცოლქმარი. არ მინდა ეხა გვარი სახელი თქვა, უცხოელები და რაღაცა გრანტი ჰქონდათ საქართველოში და მე შევეკითხე, რომ აი რა სწავლობთ მეთქი თქვენ და ნახეთ რა სწავლობდნენ საქართველოს მოსახლეობის განწყობები რუსეთ-თურქეთის ომებისადმი. ხო? და ეხა ნახეთ ამ განწყობებს ისინი ხო შეისწავლიან და ის think tank-ები დაგეგმავენ იმ მოქმედებებს, რომელიც ამ განწყობებს თავისი მიმართულებით წაიღო. თუ საჭირო იქნება შეიცვალოს ეს განწყობა. კი ბატონო და ისტორიის მიდის რევიზია, ინტერპრეტაცია, აღარ გავიხსენებ ახლა ჯორჯ ორუელის სიტყვებს, რომელიც 1984-შია ამ ისტორიის ფლობის შესახებ. და აი ისეთი ღრმა, თქვათ, მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ ამას ყველაფერს ეხა არც არის უბრალო ადამიანი ვალდებული, რომ ეს ყველაფერი ესმოდეს, მაგრამ ადამიანები, პროფესიონალები, ვინც აი პოლიტოლოგიით არიან, სოციოლოგიით არიან დაკავებულები და იგივე ეს შემოქმედებითი ელიტა. ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, იმიტომ რომ ელიტა საზოგადოებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ეს შემოქმედებითი ელიტა. იგივე ვთქვათ, თეატრებში რა სპექტაკლები, რა ფილმები იღება, ესეც ხო ქმნის ადამიანების განწყობას. ძირითად შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა იყოს მობილიზებული. ნახეთ, პირველი რა იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, შენ გითხრეს, რომ იდეოლოგია არ არის საჭირო. ხო, როგორ არ არის საჭირო, ესე იგი, ადამიანიც კი არ შეიძლება თავისი იდეოლოგიის გარეშე რო ცხოვრობდეს. როგორ შეიძლება სახელმწიფო რაღაცა იდეოლოგიის გარეშე იყოს. მაშინ, როდესაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლებში დილარითი იწყება დროშის აწევით და ჰიმნის მოსმენით. და შემთხვევითი ხო არიან, რომ ამერიკელები ესე გულზე იდებენ ხელს ჰიმნის მოსმენის. ქვევაში აქვს.
რატო? იმიტომ რომ მათ შერავთ, რომ მათზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს და ამ დროს შენ ქვეყანაში მოსახლეობას ეუბნები, რომ აი ის არის კარგი და შენი ქვეყანა არაფრად არ ვარგა. კიდევ ბევრი რამის მინდა საერთაშორისო თემებსაც შევეხოთ, რაც ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ეს საკითხები ახდენს ხოლმე ჩვენზე გავლენას. აი ტრამპის განცხადებები, სკანდალური პრესკონფერენცია, როგორც უწოდებენ, მან გააკეთა ალბათ მონიშნა თავისი პრიორიტეტები ამ ადმინისტრაციის რა უნდა იყოს. მან ისაუბრა გრენლანდიაზე, თქვა რომ დანიამ უნდა დაუთმოს ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია. მან თქვა რომ არ გამორიცხავს იგივე გრენლანდიაში თუ ასევე პანამის არხის კონტროლისთვის სამხედრო ინტერვენციას და მზად არის რომ სამხედროების თუ გახდება საჭირო ამგვარი შესაძლებლობა არ გამორიცხა. ანუ არაფერს ვამბობთ უკვე კანადაზე, რომელსაც პირდაპირ ტრუდო საერთოდ კანადის გუბერნატორს ეძახდა და ღიად აცხადებენ, რომ კანადა უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების 51 შტატი. გოგონა უწოდა საერთოდ. ნუ ცალკე თემა ეს მასკი რომ მე აქ ევროპელ პოლიტიკოსებს როგორ უშლის ნერვებს, მაგრამ რა მინდა თქვა, ალბათ მრავალმხრივად შეიძლება ეს კონტექსტები შევაფასოთ, უბრალოდ მე გამიჩნდა ასეთი შეკითხვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მრავლად არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ სოფლიოში იმპერიების ხანა დასრულდა, რომ ეს მხოლოდ რუსეთია დარჩენილი ბოლო ბოროტი იმპერია, რომელიც მეზობლების მიწებზე აქვს თვალი დადგმული და სამხედრო ძალითაც კი ცდილობს მეზობლების მიწების მიტაც. აი ახლა ამ ხალხმა რა უნდა ილაპარაკოს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს საკუთარი მეზობლების ტერიტორიების პირდაპირ ანექსიაზე, თორე აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ რაღაც ტერიტორიას დაიპყრობს და პირდაპირ ის ქვეყნები უნდა გაუქმდნენ და გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. არის თუ არა ეს აღიარება იმისი, რომ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლიოს აქამდე არსებული წესრიგი მართლაც მიეცა უკვე დავიწყებას. ის მსოფლიო წესრიგი მიეცა და დავიწყებას კი არა, მილევად რეჟიმშია. ამიტომ როდესაც ესეთი მილევადი რეჟიმია, მისთვის დამახასიათებელი არის ესე იგი მთელი რიგი კატაკლიზმები. ნახეთ, არც საერთაშორისო სამართლის ნორმები აღარ მუშაობს, ხო? ამის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც უცხოელი დიპლომატები ჩამოდიან და ოპოზიციურ მიტინგებზე, როდესაც ვენის კონვენციით საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ეს არის ძალიან მკაცრად აკრძალული ქმედება და ეგრევე უნდა გამოცხადდეს persona non grata ესეთი ადამიანი. ხო, ანუ ეს აღარ მუშაობს. ის პრინციპები და ნორმები, რაც აქამდე შეფარულად მოქმედებდა, ხო? ვითომდა, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი ერთია დიდი სახელმწიფოებისთვის და მეორე არის პატარა სახელმწიფოებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატარა სახელმწიფოს არ შეუძლია რაღაცა ზეგავლენა მოახდინოს, მაგრამ უკვე რამდენჯერ მე ვლაპარაკობ იმის თაობაზე, რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი. და ის ქმედებები, ვინ გაბედავდა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკის წინააღმდეგ, თქვათ ესეთი ქმედებები და რიტორიკა ყოფილიყო, რაც პირდაპირ მაჩვენებელია, ესე იგი მისი დაღმავალი ციკლის. როგორ უნდა გავიგოთ აი ეს დაღმავალი ციკლი, რაც ნიშნავს, რომ ზოგს ესმის მაგალითად, რომ ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო დაიშლება საბოლოოდ ამით დასრულდება. შეიძლება თუ არა ეს იყოს აი უფრო იმ ფორმით, რომ უბრალოდ შეიძლება აქეთ ნახევარსფეროში შეასუსტოს თავისი გავლენები, მაგრამ პირიქით თავის ნახევარსფეროში გააძლიეროს. აი რომის იმპერია ხო ეგრე განვითარდა, მაგალითად, რომ ჯერ თავის აპენინის ნახევარკუნძულზე გამტკიცდა, მერე გახდა უკვე გლობალური იმპერია. აი ეს როგორ უნდა გავიგოთ, ესეთი დაღმავალი ციკლი ნიშნავს თუ არა ამერიკული სახელმწიფოებრიობის დასრულებისკენ მიმავალ გზას უახლოეს მომავალში. კისინჯერის სიტყვებით გეტყვით, რომელიც მას აქვს ახალ მსოფლიო წესრიგში პირველი თავია დიპლომატიის და იგი აი პირველ აბზაცში წერს, რომ ყველა ეპოქას ჰყავს ქვეყანა, რომელსაც აქვს უნარი დანარჩენ მსოფლიოს უკარნახოს თავისი თამაშის წესები. თავისი ღირებულებები, იგივე პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კულტურული და ასე შემდეგ. ამერიკა 21 საუკუნის დასაწყისში ცივომში მოიგო, ხო? შემდეგ გახდა ერთადერთი ჰეგემონი სახელმწიფო. არსებობს მთელი
აი მე მინდა თქვა რომ ადამიანი თუ კარგად იცნობს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს, არა, ძალიან მარტივად შეიძლება იმ პროცესების ახსნა, რომელიც დღეს არის. არის მთელი ჰეგემონიის ციკლების თეორიების, კაპლანი, გოლდშტეინი, ტეილორი და ასე შემდეგ. და მე ხა იმდენად რამდენადაც ვასწავლია. არა ვიცი ეს ყველაფერი და რა არის დაღმავალი ციკლი? ეს ციკლები არის პერიოდული. რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება. ეხლა ეს ჰეგემონის სახელმწიფო, როგორც გითხარით, დანარჩენ მსოფლიოს კარნახობს თავისი თამაშის წესებს. ეს არის მაგალითად, ნახეთ რა ლიბერალური დემოკრატია, ეს არის ნორმა, ხო? საერთაშორისო წარმართლის პრინციპები, კულტურა, მას კულტურა, იგივე ენა, ინგლისური ენა არის, ხო? დომინანტი და ეს ყველაფერი ქმნის იმ გარემოს და იმ სოფლიო წესრიგს, რომელსაც ჩვენ ვხედავდით აქამდე. მაგრამ ნახეთ, ყველაფერი ეს იგივე სამხედრო ძლიერება ეკონომიკური მოითხოვს უამრავ დანახარჯს ამ ჰეგემონი ქვეყნისგან და ნელ-ნელა ხო აი ამ დანახარჯების გამო ის იფიტება. წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს გონი 800 ბაზა აქვს მთელ მსოფლიოში განლაგებული, ხო? რამდენი უჯდება ამ ბაზების შენახვა? ანუ იმ წესრიგის შენარჩუნება, რომელსაც ამერიკა გვთავაზობდა, ძალიან ძვირი ღირდა. და არის აი ამ თეორიის ერთ-ერთი თეორიის თანახმად ჩდება ჩელენჯერი, ანუ სახელმწიფო, რომელიც არის გამოწვევა ამ ქვეყნისთვის. ნუ ეხლა ბჟეზინსკი მაგალითად იმ დიდ საჭადრაკო დაფაში წერდა, რომ ასეთი გამოწვევა მისთვის არის ჩინეთი. და მართლაც დღეს ამერიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ჩინეთთან დაკავშირებული. აი ამიტომ ნახეთ, როდესაც გრენლანდიაზე ვლაპარაკობთ, პანამაზე ვლაპარაკობთ და მისი ინტერესები სად არის? წყნარ ოკეანეში ის ოკუსი შეიქმნა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ამიტომ ის მიდის იგივე ევროპიდან. ნახეთ ისე დაუბრუნდები იმ დანახარჯებს, რომელიც ასუსტებს, თქვათ, ჰეგემონ სახელმწიფოს. ნატო ძირითადად ფინანსდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეხლა როდესაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, ის ბიზნესმენი კაცია და უყურებს ძალიან პრაგმატულად. რა მოთხოვა ნატოს წევრ ქვეყნებს? გაზდა მოშეფოზე მიბმული გადასახადის. 2% დაუთხრა, რომ არ იხდიდნენ ისინი როგორც წესიან და აი ეს ევროპული სახელმწიფოები საყოველთაო კეთილდღეობის რატო იყვნენ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ ნატოს ქოლგის ქვეშ და რუსეთის იაფი ენერგომატარებლის. ეხლა ორივე საფრთხე ექმნება. ანუ ევროპის მომავალი არის ძალიან საფრთხის ქვეშ და ეხლა მოდი და აუხსენი ეხლა იმ დემონსტრანტებს იქ რო არიან, ხო? იმათმა ხო ეს ყველაფერი დეტალებში არ იციან. თავისი აღქმებით იმან იცის რომ არ უნდა რა ამ რუსეთთან ურთიერთობა და მორჩა. ხო. და ეს რუსეთიც ხო დემონიზებულია. არც ყოფილანი, არც ენა იციან, არც მათი კულტურა იციან, ხო? უბრალოდ ვიცით რომ ბოროტები არიან. ბოროტები არიან, ეს შექმნილია ესეც კონსტრუქტივიზმის თეორია არის საერთაშორისო ურთიერთობა, როდესაც აკონსტრუირებ რომელიღაც სუბიექტს შენი სურვილის მიხედვით, ხო? აი ვთქვათ, ასადი ცუდია, იქ ლიბიაში მაგალითად კადაფი ცუდი იყო, ეხლა რა მივიღეთ, ხო ეს საშინელი. თუმცა რო შეეკითხებია კონკრეტულად, კაი ცუდია, არ გეკამათები, მაგრამ აი შენ რატო არ მოგწონს, ვერც ერთი ვერ დაასახელებს რამე კონკრეტულ მიზეზს, ხო? ის შეიძლება მართლა ცუდია კაცო, მაგრამ ხო, მაგრამ ის შიდა დინებები, იმიტომ რომ რო გითხათ ერთი მეორეზე არც უფრო ცუდია და არც უფრო კარგია, ხო? დაახლოებით ვინ გაწყობს და ვინ არ გაწყობს ნამდვილად პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე
ესე იგი აწესებენ კარგს და ცუდს, ასე. ხომ არ არის ეგ ყველაფერი აი ევროპაში მიმდინარე კრიზისიც უკვე აი ზუსტად იმ ფაქტორების გამოძახილი, რაც თქვენ თქვით, რომ სუსტდება ერთის მხრივ ამერიკული მხარდაჭერა ევროპისთვის, ну ყოველ შემთხვევაში არის ამგვარი მოლოდინები, ან მათ მოუწევთ ბევრად მეტის გადახდა ამ მხარდაჭერისთვის და მეორეს მხრივ რუსეთთან ურთიერთობების გართულება. შედეგად ხედავთ, რომ აი იგივე ავსტრიაში ვიცით შეიცვალა მთავრობა ულტრამემარჯვენე ტალღაზე ტენდენციები. კი ბატონო, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ყველგან ხდება აი ამ კონტექსტის სრულება. ეს ამისი გამოძახილია, ალბათ აი ეს ულტრამემარჯვენე რეაქცია. უბრალოდ იმ დღეს წესრიგმა ამოწურა თავისი თავი. იგივე ამ ლიბერალურმა დემოკრატიამ და ულტრალიბერალიზმმა, ლიბერტარიანიზმმა და იმ უპირველეს ყოვლისა იმ გენდერულმა დღის წესრიგმა, რომელიც დღეს არის, ეს ხო საშინელება ადამიანს უქმნის თვითონ, ხო? პრობლემას და ბევრი საღათ მოაზროვნე ადამიანი გრძნობს ამას, რომ თეთრ ადამიანს, აი ევროპული ანთროპოლოგიური ტიპის ადამიანს ძალიან სერიოზული პრობლემა ექნება, ხო? აი ჩემთვის მაგალითად ევროპული ტიპი არის ყველაზე უფრო რაღაცა ასოცირებული ჩემთვის მიმზიდველ ადამიანის ტიპად, ხო? და ის სწორედ ამ ადამიანებს შეუქმნეს პრობლემა ამ გენდერული დღის წესრიგით. ყველაზე მეტად. და შენ რა გინდა რომ ჩაყვე საფლავში ამ მას რა ქვია აი ამ ქმედებებს და ეხა წადი და აუხსენი შენ იქ როდგანან ისინი ამ გარემოში არიან ამღირებულებებით არიან გაზრდილები და როგორ უნდა ერთი 2 წელი ალბათ ლექცია უნდა წაიკითხო და მე ან გაიგებენ კიდე და არა თავის თვალით უნდა ნახონ ეგეც არის ალბათ რომ გამოსtildeებთ ანუ თანაც რა არის იცით რომ ეს არ არის ცალსახად საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ესეთი მსოფლიო წესრიგია. და საქართველოს ხელისუფლება მე მგონი პირველად პოსტსაბჭოთა დროის განმავლობაში ფეხი აუწყო აი ამ რეალურ ტენდენციებს, ხო და ადეკვატურად მოქმედებს და აი ნახეთ ადეკვატურით მოქმედება იწვევს იმას, რომ გარეშე ძალები შენ აი გიქცევენ ამ ძალებს, რომლებსაც არ აწყობთ შენი ესეთი ადეკვატური ქმედებები. საინტერესო იქნება უკრაინის საკითხსაც რომ შევეხოთ. უკრაინას ერთის მხრივ პრობლემები აქვს თავის დაუცხადია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ახლა ბოლოს იმავე ტრამპის იმავე კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომ მას ესმის რუსეთის გრძნობები უკრაინის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ეგ იყო რუსული პოზიციის მხარდაჭერა. პლუს ამას სერიოზული პრობლემები აქვს ევროპის ქვეყნებთან, იმიტომ რომ რადაც გადაწყვეტილებით უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანსპორტირება შეწყდა ევროპაში. ამას იყო ძალიან მწვავე რეაქცია სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და ამის საპასუხოდ უკრაინულმა მხარემ აქამდე ისე ქონდათ ერთი სიტყვით შეწყვეტილი და ეხა კანონი შეიტანა, რომელიც კანონის ძალით აეკრძალებათ მათ ტრანზიტის განხორციელება. ანუ ბევრად უფრო ამძიმებს ეს ყველაფერი სიტუაციას. რა პერსპექტივა აქვს უკრაინას დღეს? ну ზოგადი ეს პერსპექტივა გასაგები არის, მაგრამ აი იგივე არესტოვიჩის შეფასება იყო დღეს, რომ უკრაინაში დარჩება ერთი რწმენა ნატოს მიმართ, ერთი იმედი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ და ერთი რეგიონი მხოლოდ, რომელსაც მერე მისცემენ ალბათ ნობელის პრემიას. არესტოვიჩი ამბობს ამას. იცით რა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან ამართლებს აი ესა იმედი უკანასკნელი კვდება ხო? რუსულად კარგად ნაძეშდა უმირაით ფასლი. ხო, აი ეს ის შემთხვევა არის, მაგრამ თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება ზელენსკის განცხადებებს ამერიკული კორუფციის შესახებ. კი, ლობიზმს ეძახიან თქვენთანო. ლობიზმს და 170 მილიონიდან ნახევარიც არ მოსულა ჩვენამდე. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ზელენსკი თავის თავს ყიდის. ესე იგი ეს არის გზავნილი ტრამპისადმი, რომ ის მასთან ითანამშრომლობს აი ამ კორუფციული საქმეების გამოძიებაში. და ტრამპი სულ იმას ლაპარაკობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან კორუმპირებული იყო და აპირებს იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც აი ამ კორუფციასთან არის დაკავშირებული. ანუ ზელენსკი თავის გადარჩენას ფიქრობს.
ამ სახით, მაგრამ რაც შეეხება უკრაინას, არა მე მისი ბედის ნამდვილად არ ამშურს და თქვენ წარმოიდგინეთ, გახსოვთ ალბათ, როგორ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაბმულიყავით ამ ომში, იგივე ეს ოპოზიცია, ამაზეც უნდა აგონმათ პასუხი, ხო? იმიტომ რომ აი ეს მოწოდებები როგორ შეიძლებოდა ქვეყანას მოbrunებოდა. და ამ თვალსაზრისითაც აი ადეკვატური ქმედებებია ჩვენი ხელისუფლების და სხვათა შორის ტელევიზიაში მივაქციე იმედზე არის რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდებაო. ანუ დღეს უკრაინა არის სინონიმი ძალიან დიდი უბედურებისა. ნუ ისეთი სახით როგორც ეს იყო მე-6 ეკონომიკა, წარმოიდგინეთ თქვენ ევროპაში მაღალ ტექნოლოგიური ქვეყანა. და თუ ყოფილხართ არ ვიცი. მე ყოფილვარ მანამდე უკრაინაში, ის კი რაღაც პერიოდი ვსწავლობდი კიდევაც იქ ცოტა ხანი და ეს იყო აყვავებული ძალიან ჩვეულებრივი ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყანა და ეხა წარმოიდგინეთ, საერთოდ აი ვინც საერთაშორისო ურთიერთობებში ერკვევა, მან ძალიან კარგად იცის. და იგივე მაკიაველის აქვს მთელი ლეიტმოტივად, რომ ხვის ხარჯზე შენ ომი არ უნდა დაიწყო. როდესაც შენ აი საქართველოში მაგალითად ისმოდა ესეთი მოწოდებები და აზრი ჟღერდებოდა, მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთ ეთერში და მე მეუბნეოდე რომ რას ლაპარაკობთ უკრაინა ომს მოუგებსო რუსეთს. მაგ აზრის უარყოფა ითვლებოდა უკვე რომ პუტინი მაძლევდა მე ფულს რომ ამბობდი რომ არ შეიძლება ეხლა მთლად ეგრე გაჯერება ამ ყველაფერი. მიდგომა არაპრაგმატული. რუსეთუმე ხარ თუ არ გჯეროდა რომ უკრაინა ომს მოიგებდა. მაგრამ ეხლა ვინ გამოდგა ესე კი მე მაგაზე არც ილაპარაკებენ კაცო არაფერს. ასე რომ უკრაინის საქმე არ არის კარგად. სხვაჭორის მე მიხარია რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეაჩვია ენა ასე ვთქვათ ამ თემას, აი პაპუაშვილს ჰქონდა დღეს ძალიან ჩემი აზრით სწორი განცხადება, ზუსტად მაგ პასაჟს უსვამდა ხას, კობახიძესაც ჰქონდა მსგავსი შინაარსის, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო აი ამ მიმომხილველს აკრიტიკებდა, რომ მაგათმა ჯობია მიხედონ უკრაინას, რომელიც გაწირეს დასაღუპად, ამას უკვე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის ტიპიური მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს ქვეყანა. ამ შემთხვევაში უკრაინა, ხო? რომელმაც ხვისი ინტერესების გატარებით საკუთარი ქვეყანა ესე იგი გაწირა. და იგივეს მოითხოვდნენ ეს ოპოზიციური ძალები საქართველოს მხრიდან. და ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენ აი ამ საშინელი შედეგისაგან, რაც შეიძლება დამდგარიყო. კიდევ ერთი საკითხი, პრინციპში ბოლო საკითხად მქონდა ესეც, იმიტომ რომ აი სოციალურ ქსელში ინფორმაციის კითხვის დროს ბევრ საინტერესო ანალიზს შეხვდები და ერთი რაც მომეწონა, უბრალოდ დამაინტერესა თემამ, ეს არის სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობა კავკასიაში. მიმდინარე წელს უნდა კონდეს ამისი მოლოდინი. ამ შემთხვევაში საუბარი არის ალიევის მხრიდან გაკეთებულ საკმაოდ ხის განცხადებაზე, რომელიც მან სომხეთთან მიმართებაში გააკეთა. მან თქვა, რომ ეს არის ფაშისტური სახელმწიფო და ან სომხეთის ხელმძღვანელობა მიხედავსო, ან ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის გაკეთებაო. ამას ინუსრებდა ის კატასტროფა გროზნოში, რაზეც ასევე ძალიან ხის განცხადებებს აკეთებს ალიევი, თუმცა ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მას ამის საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ნუ კრემლმა მაგალითად გაავრცელა განცხადება, რომ ვლადიმერ პუტინმა პირადად მოუხადა ბოდიში და მიუსამძიმრა, მაგრამ ეს არ იყო ალიევისთვის საკმარისი, ამის მერე კიდევ ორჯერ სამჯერ რაღაც რო იტყვიან სპეციალურად, აი რუსულად თუ ვიტყვით პაჯი გაწელობას აგრძელებს. ხომ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ მართლაც კავკასიაში შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის აი ესეთი აქტივობები, ეს აგრესიული რიტორიკა ერთგვარად გადაიზარდოს სახელმწიფო პოლიტიკაშიც. აზერბაიჯანის დიდი ხანია რომ ჩაფიქრებული იყო აქ სიტუაციის არევა და ცხელწერტილად ქცევა საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც ამის დადასტურება არის ძალიან ჩაბმული ამ პროცესებში სომხეთი და ამაში ეხმარება საფრანგეთი ფრანგული მხარე ნუ ალიევი რაც შეეხება ეს არის ტრიმერი ქვეყანა და მინდა გითხრათ რომ აი ბოლო ხანს ის ძალიან აფიქსირებს ამ თავის ეროვნულ ინტერესებს პუტინმაც ეს კარგად იცის ამიტომ მოუხადა მას ბოდიში და შეიძლება ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო ხშირ შემთხვევაში ეს ქმედებები არის პროვოკაციული ხასიათისა რომლის მიზანიც არის ურთიერთობებში სიტუაციის დაძაბვა ამიტომ
თუ ლიდერებს და უნდა ეყოთ ჩემი აზრით საღიგონება და აი ამ გადალახავენ ამ წინააღმდეგობებს და ძალიან პრაგმატულად და საღად მიუდგებიან ამ ყველაფერს და ამ ძალებს არ მისცემენ აი ამ კონფლიქტების გაღვივების საშუალებას, ეს იქნება ძალიან კარგი. საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს, გააზრებულად. ესე იგი, არის ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული ალბათ და ეს ფრთხილი ნაბიჯებიც და ის ქმედებებიც, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ და საბედნიეროდ ამის შედეგია, ხო? ნუ აქ არის თურქეთი, ირანი, სიტუაცია საერთოდ ახლო აღმოსავლეთშიც არ არის, ხო? აი სირიის კონფლიქტი რითი დამთავრდება კიდე კაცმა არ იცის, როგორი იქნება, ვთქვათ, იგივე თურქეთის ქმედებები და მის საბოლოოდ, სხვათა შორის მე ამაზე ძალიან დიდი ხნის წინათაც ვლაპარაკობდი, რომ იგეგმება არის ახალი პოლიტიკური რუკის შექმნის მცდელობა და კავკასია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ნაწილად მოიაზრება. ამიტომ ჩვენი დარდი უნდა გქონდეს და ეს პროცესები კარგად უნდა გავაანალიზოთ და რაღაცნაირად უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავერიდოთ აი ამ ძალიან არასტაბილურ და ესე იგი არაპროგნოზირებად სიტუაციას. დიდი მადლობა. მადლობას გადაგიხდით კალბატონ თამარ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, მართლაც ყველა იმ საკითხს შევეხეთ, რასთან დაკავშირებითაც აი ჩვენი მაყურებელი ხშირად სვამს ხოლმე შეკითხვა სოციალურ ქსელში და მადლობას გადაგიხდით ამ ამწურავი საუბრისთვის. შეგახსენებთ, რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პროფესორი კალბატონი თამარ კიკნაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ საუბრობდით როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე უმეტესად ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესებზე და იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი იყო თქვენთვისაც. მადლობას გიხდით და ხვალამდე დაგემშვიდობებით ნახვამდის.